წარმოგიდგენთ ჩემი სტუდიის სტუმრებს, ზურაბ ბატიაშვილი, აღმოსავლეთის ცოდნე და რონდელის ფონდის მკვლევარი, შოთა უტიაშვილი, ასევე რონდელის ფონდის მკვლევარი და ამავდროულად მაყურებელსაც ვეტყვი და თქვენს რომ ახალ ამბებს პერიოდულად რაღაც თქმა უნდა მივაწვდი მაყურებელს და ბოლო ამბები, რომელიც ვრცელდება რამდენიმე წუთის წინ შეერთებული შტატების ავიაგამანადგურებელთა იარიშის შედეგად ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვები კომპლექსები განადგურდა ქალაქ ხომეინში, თეირანის სამხრეთ-დასავლეთით. და დავიწყოთ საუბარი რა თქმა უნდა იმ ომზე, რომლის შესახებაც შოთა შენთვის ვამბობ ამას, მე და ბატონი ზურაბ ბატიაშვილი ახალი წლის მერე ამ სტუდიაში განვიხილოთ, დაიწყება, ამდენ მასშტაბური იქნება, რა გზას აირჩევს დონალდ ტრამპი და ვნახეთ ახლა რომ ამ უქმეებზე გადაწყდა რომ შეტევა განხორციელებული იყო და ბალისტიკური რაკეტების საცავები რომ იქნებოდა სამიზნე, ამის გამოცნობა არავის არ გაგვჭიროებია, ამაზე ხშირად გვისაუბრია. ამ ეტაპზე რა შთაბეჭდილება რჩებათ, რა შეიძლება ისახავდეს მიზნად ეს ოპერაცია ბატონო? პირველი რაც ჩანს და რაც ღიათაც ასევე იყო გაცხადებული, როგორც ჩანს, მიზანი არის რეჟიმის ცვლილება და ოღონდ ახლა ვართ პირველი დღე არის და ეს პირველ დღეს და მეორე დღეს რომ არ მოხდება და ვერ მოხდება, ყველასთვის გასაგებია, ირანი ყველაზე დიდი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის, 90 მილიონია მისი მოსახლეობა და აქ ცვლილებები ადვილი განსახორციელები ვერანაირად ვერ იქნება. თუმცა და დავინახეთ ასევე ირანის საპასუხო დარტყმები, ფაქტიურად სპარსეთის ყურის ყველა არაბული ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული, იქ განთავსებულ ამერიკულ ბაზებს მიმაქვს ხედველობაში, თუმცა ნუ გასაგებია რომ ამ ქვეყნებს მიადგა შესაბამისი ზარალი. ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ინტენსივობა მოიმატებს, იმიტომ რომ თავმოყრილია იქ 500 დაახლოებით სამხედრო თვით გამანადგურებელი, ამას ემატება ისრაელის ძალა და ვფიქრობ რომ უფრო ინტენსიური გახდება შეტევები გამოჩნდება კიდევ. ახლა თქვენ ახსენეთ სარაკეტო კომპლექსები. ამ რაკეტების წარმოებელ ქარხნებზეც არის მიტანილი შეტევები და ასევე სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. ვფიქრობ რომ ეს მიმართულებები გაძლიერდება და ამ ეტაპზე არ არის დღის წესრიგში არ დგას ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის განადგურება, მაგრამ თუ იმ სცენარით არ წავიდა, რომელთაც ალბათ ფიქრობენ რომ უნდა წავიდეს, მაშინ შეიძლება უკვე ეკონომიკასაც ზარალი მიადგეს. დიახ, და ჯერჯერობით ხედავთ რომ რეჟიმი უკან არიხევს. რა არჩევანი აქვს ახლა დღეს აიათოლას შოთა თქვენ მინდა გკითხოთ, რომელმაც ზუსტად იცის რომ თუ კი არ გაჩერდება და თუ კი იარაღი დაყარეთ, ახლა ტრამპმა მოუწოდა დღეს რევოლუციის გუშაგთა არმიის წევრებს, ეს ვერ წარმომიდგენია ახლა მათ იარაღი დაყაროთ, მაგრამ მინიმუმ აი ბირთვულ პროგრამაზე რო ეთქვათ ახლა უარი, რომელიც მეორე მხრივ არის მათი არსებობის საფუძველი, მესმის, მაგრამ აი გაიხლართ ენა სიტუაციაში არჩევანი დარჩა საერთოდ ახლა რეჟიმს. არჩევანი აღარ დარჩა, იმიტომ რომ ამერიკა იმდენად მოიხიბლა თავის წარმატებით ვენესუელაში, რომ რაღაც ახლა ირანის შეკეთებენ ძალიან გავს იმას, რაც ვენესუელაში მოხდა. რა იყო ახლა ვენესუელაში, რომ თავი გამოაცალეს რეჟიმს, ეს პრეზიდენტი წაიყვანეს და უთხრეს ვიცე-პრეზიდენტს, რომ შენც წაგიყვანოთ თუ მოიქცევით. კარგად. და ამ ხალხს ხო მოიქცევი კარგად. და ახლა გუშინ წინ პარლამენტმა ვენესუელის მიიღო კანონი, რომელთაც შეიწყალა ყველა პოლიტიკური პატიმრობა. რომელსაც პატიმრობა შეიწყალა, რომელიც ყავდათ და ეხა ეს ხალხი, რომელიც მადუროსთან ერთად იყვნენ სისხლისმცემელი ხეცები, არიან რაღაცა დემოკრატიის ტრედები. და ამერიკის მიდგომა რა იყო, რომ პრეზიდენტი მიყვავს, ვეუბნებით მეორე ადამიანს, რომ გინდა რომ ჩვენთან ერთად იმუშაო, თუ შენ წაიყვანო. შენ თუ არ გინდა, მაშინ შენ წაიყვანო და ვიღაცა გამოჩნდება ამ ჯაჭვში, რომელიც თანახმა იქნება. აი ხლა. თანაც ის არის, აი ვენესუელაში, ირანში, ორივე ქვეყანაში კი ავტორიტარულია, კი თითქოს რა რეჟიმი ძალიან ანტიამერიკულია, მაგრამ იქაც მოსახლეობას ეზიზღება საკუთარ რეჟიმი. და არანაირი თქვა გამოსვლები, რომ აი რატო მადურო რატო დავიკიდეთ და რატო გავხდით ამერიკის მონები, ვენესუელაში არ არის, იმიტომ რომ ყველაზე ამხარია, რომ ის კაცი მოიშორეს და ეხა რეჟიმი მართლობას იცვლის. და მე მაინც გონია, რომ აქაც იგივე გზით მიდის ამერიკა, რომ მიზანი ის კი არის, რომ ბევრი რაღაც დაუნგრიო, ხა რამდენი უნდა დაუნგრიო. 92 მილიონი ქვეყანაა მართლა უზარმაზარი და რა ქვია, უნდა ესწრო ძალიან ძვირფასი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები იმისთვის, რომ რაღაც სულ უფრო პატარ-პატარა სამიზნეები დაანგრიო, ეგ არ არის მიზანი. მიზანი არის ის, რომ რეჟიმი შეარყიო, ეს მოხუცი კაცი გაიყვანო თამაშიდან და მერე შემდეგს უთხრა, რომ ძმაო გინდა რომ იცოცხლო და ქვეყანა მართო, აი პირობები შენთვის.
და მე მგონი რომ ამ გზით ტრამპის მიმართვაც თუ ნახეთ ტრამპს თუ იყო არ ვქია რომ რა ხალხი ფორმულა იქნება თუ შეიძლება გარედან აი ფეხლებზე ვლაპარაკობთ ჩვენ და აი ოპოზიციის ლიდერებიდან შეიძლება გაკეთდეს არჩევანი არა გამოვიდა წეგან ტრამპი და თქვა რომ ეს არა ამ რა ქვია ამ რეჟიმის წარმომადგენლებს კვირდებით სრულ ამნისტიას თუ კარგად მოიცევით იგი ხო ვენესუელას მე აი რა გინდა ეს ვენესუელას ხო არის ხალხი თავისთვის გადასარევად ხა შეიძლება ისე გადასარევად აღარ არის მაგრამ ხო ცოცხალია და ჯანმრთელია და წესიერად მოიქეცით და როცა მოინახება ვიღაცა ვისთანაც ჩვენ გავალთ დავდებთ ასე ვთქვათ გარიგებას მე ანუ როგორც ჩანს მე მაინც მგონია ჯერჯერობით მაინც ხა იქაც ყველასთვის ეგრე მოხდა რა ის მაჩადო იყო რა საერთაშორისო მასშტაბის ლიდერი ნობელის პრემიის ლაურეატი მაგრამ მაჩადო არ გააკარეს ხელისუფლებას ჯერ მაინც ну am აქაც ეგრე მგონია თან აშკარად ძალიან ბედნიერია ტრამპი იმით რაც გააკეთა ვენესუელაში და ეგ თუ გაიმეორა ირანში ну აუცი ხება სიმართლე ვთქვათ ხა ტრამპი მოგწონს თუ არ მოგწონს უდანაკარგოთ გაუჭირდება მაგრამ ნუ ის იქნება რა დიდი ამბავი იქნება მაგრამ აი ხა ვენესუელაზე ხომ ლაპარაკობთ უბრალოდ მინდა რომ დავაზუსტო ესეც დელსი როდრიგესი ახლა ითხოვს რომ სანქციები მომიხსენით ამერიკას ეუბნება რა შემთხვევაში მოუხსნის სანქციებს არა ეხლა ჯერჯერობით თავის არიან ის არა გადასარევი ურთიერთობათა ეკვივალენტში და მე მგონია რომ მაგზით წავლენ ევროკავშირიც ამბობს რომ ჩვენც მოუხსნით სანქციებს დელსი როდრიგესი. კაცო იმას მოუხსნეს სირიის პრეზიდენტს. კაც ტერორისტი იყო მთელი ცხოვრება და ხა ის არის რა ქვია დასავლურ ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას იღებს და იმ დელსაც მოუხსნია. მათ თავი უყურე სოფლიო შეიცვალა რა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა და ეს ჩვენთან ჯერ კიდევ კარგად არის რომ ეს ლიბერალური სოფლიო წესრიგი დამთავრდა ამ წესრიგი როდესაც რაღაც არსებობდა წესები და თუ ამ წესებს იცავ შენ შეგიძლია რომ შვიდად იყო ანუ თუ თქვა ატომური ენერგია არ წარმოებ ან ტერორიზმს არ აფინანსებ ან გეონდის სავატარებ შენ შეგიძლია შემოქმედაში რაც კიდე აკეთო და რაღაცა საერთაშორისო წესები იცავს ეგ წესები მორჩა ეხლა მთავარია მის მხარეს ხარ აი ნახე ტრამპმა კი გასაგები ხა ირანს შეუტია თქვია ვენესუელას შეუტია მაგრამ გრენლანდიასაც კი შეუტია გრენლანდიას ინტეგრაციას წესებს არ იცავ და ჩემ მხარეს არ ახარ და ეს დიდი ფუნდამენტური ცვლილებაა რა საერთაშორისო პოლიტიკაში და ყველა ვინც არასწორ მხარეს აღმოჩნდა ისტორიის კარგად უნდა დაფიქრდეს იმიტომ რომ მე შეიძლება ბრუკლინის ციხეში მოუწიოს დაფიქრება ან რა ვიცი მაშინ რა ქვია სამდე ბუნკერის ნანგრევებში ხო ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ მით უმეტეს რომ კონგრესში შევიდა სპეციალური დოკუმენტი რომელიც ჩინური და ირანული დაზვერვის გავლენებს შეისწავლის საქართველოში და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკოთ უბრალოდ შოთამ რადგან ასე ახსენა რომ შეიძლება ვენესუელა სცენარი გადავიდეს ირანში აი რამდენად წარმოგიდგენიათ რომ ამ სცენარმა იქ იმუშაოს იანვრის სისხლიანი დემონსტრაციების შემდეგ, იმიტომ რომ აი ამ 32000 კაცი დახოცეს და ახლა ამ ყველაფრის შემოქმედი მარტო აიათოლა ხო არ იყო, არა? იმ რეჟიმის სხვა ლიდერებიც და ახლა ეს ხალხი ისევ დარჩეს ადგილზე და მშვიდობის წრედებად იქცნენ, მიიღებს ირანული საზოგადოება მას. რეალურად სანამ ირანულ საზოგადოებაზე გადავიდოდეთ, რეჟიმის წარმომადგენლები რატო არ თანხმდებიან მთელი ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობდა და არც ერთ საკითხზე შეთანხმება არ შედგა, უпростоრედ ვერ შედგა გამომდინარე იქიდან, რომ რეჟიმის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ საკითხებზე დათანხმება გამოიწვევს საბოლოო ჯამში კაპიტულაციის მსგავსი ნაბიჯი იქნება, ასე იქნება აღქმული და ქვეყნის ამ მართლ რეჟიმის ჩამოსვლას გამოიწვევს, იმიტომ რომ მათ შორის გახსოვთ, რომ იყო არა მარტო ვირტუალ პროგრამაზე უარის თქმა, არამედ იყო ფთოსანი რაკეტების წარმოებაზე უარის თქმა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის უცხოეთში მთავარი მომხრეების დაფინანსებაზე ჰამასის, ჰეზბოლას, კაცმა არ იცის როგორ უნდა ეკონტროლებინათ მე ეს არ დაფინანსება და არ მხარდაჭერა მექანიზმი არ არსებობს უბრალოდ როგორ უნდა გააკონტროლო მხარს უჭერს თუ არა ხვალიდან ამ ორგანიზაციებს ირანი ხო მაგრამ ამაზე უარის თქვეს, იმიტომ რომ შიგნიდან შეიძლება რეჟიმი ჩამოშლილიყო, აღქმულიყო ეს როგორც კაპიტულაცია. ძნელად წარმოსადგენია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი უფრო მეტი სურათის დასანახად უნდა დაველოდოთ, მაინც პირველი დღეა და ყველაფერი არ ჩანს, მათ შორის მაგალითად, ჯერ არ ვიცით და ალბათ ითვლიან უკვე ირანელები, რა სახის ზარალი მიიღეს, ვინ დაიხოცა მართველი ელიტიდან და ინტერნეტი ისევ შეზღუდეს. არა, ინტერნეტი გასაგებია, მაგრამ ადგილზე ხო თვითონ უყურებენ სიტუაციას, ხო და თავადაც დაჭირდება დრო ამას გულისხმობს. ხო, თავადაც დაჭირდებათ, ვინ არის განადგურებული, რეალურად არ ვიცით. სხვადასხვა ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციები ვრცელდება, ვინ არის განადგურებული და თან ეს არის ჯერ პირველი დღე.
ჯერ რამდენიმე საათია გასული, ხო? უნდა დავინახოთ მაგალითად თუ რაღაც 24 საათი მაინც უნდა გავიდეს, რომ დავინახოთ მეტნაკლებად ობიექტური სურათი ირანმა საპასუხოდ რისი გაკეთება შეძლო, თან ახლა ღამდება და ვფიქრობ, რომ ინტენსივობა ღამით უფრო მოიმატებს ამ დაბომბების. თუმცა ფაქტია, რომ დილა აირჩიეს, კარგად გათენებული და შაბათ-კვირა აირჩიეს, იმიტომ რომ ბიუჯეტი დაკეტილია და ნავთობზე ფასი არ გაიქცეს და ასე შემდეგ, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე და სწორი არის ტაქტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ეს მაინც არ არის ის სიტუაცია, რომ ერთ და ორ დღეში დასრულდეს. იქით კვირაშიც გადავა და შეიძლება კიდე არაერთი კვირა გაგრძელდეს. საერთოდ ტრამპს უკითხეს ეს, რომ მათობის ფასზე გავლენას მოახდენს თუ არა, ეს ყველაფერი არ გეშინიათ, რომ პრობლემები შეიქმნება. გამოჩნდა ყოველ შემთხვევაში მე დამრჩა შტაბ-ჭრილება, რომ ადამიანების სიცოცხლე გაცილებით უფრო ძვირი ღირს ტრამპი ამბობს, ხა ტრამპისთვის რა ღირს ცოტა წარმოსადგენია, მაგრამ მე დამრჩა შტაბ-ჭრილება, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხს ის ახლა უფრო მნიშვნელოვანი მისთვის იქნებოდა რეჟიმის. ნავთობის ფასები დარეგულირდება, როგორც კი დამთავრდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ახლა ნავთობს მარტო ირანი არ აწარმოებს, სხვა ქვეყნები აწარმოებს ასევე და შეუძლია რომ იქიდან გადაივსოს ის მარაგები, რომელიც არსებობს, ხო? და ამიტომ დროებითი არის ეს და თუ მით უმეტეს ირანში შეიცვალა სიტუაცია, ირანს იმხელა მარაგები აქვს, სოფლიო ბაზარზე შეუძლია დასცეს მერე ახალმა რეჟიმმა ფასი ძალიან დაბალ ნიშნულზე და პრობლემები შეუქმნას გრძელვადიანად იგივე რუსეთს და არა მარტო რუსეთს, იგივე არაბულ ქვეყნებსაც შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეთ. კი ბატონო, შოთა დამატება გინდოდათ. თუ არ გადავიდეთ კონგრესის. რა არის რომ ეს რასაც ამბობენ ეს ებრაული მედია საშუალებები რომ დარტყმები განხორციელდა პრეზიდენტზე, ხამენეიზე და ხამენეიშვილზე, ეგ ნიშნავს რომ ეს ჩვენი სამიზნეები არის ეს, ჩვენი რანუ. და ზეწოლოლის მექანიზმი არის. ჩვენ ამ ხალხს მოვაშორებთ და ვისაც გინდათ რომ სწორხარის აღბორცდეთ, ეხლა გაქვთ დრო. ანუ თავარი რა არის რომ ამ ხალხს ეუბნებიან რომ ჩვენ არ მოიქცევით ისე რომ თუნდაც აი სპარსეთის ყურეში პირველი ხუმის პერიოდში სადამ ჰუსეინი რო დარჩა და ანუ ამათ არ დავტოვებთ და მეგონია რომ არ დატოვებენ და მეგონია რომ ამ აუცი ხარ ამდენ მართალია ეს კადრები არ ვიცი ეს თაირანის ქუჩიდან ზეიმები რო ვრცელდება მაგრამ აშკარად არც რეჟიმში და არც რეჟიმის გარეთ და ბევრი მგლოვიარე ამის გამო არ იქნება განსაკუთრებით თუ ის იმდენად ბევრი წყაროთი გავრცელდა რომ მე გამოვიყენე დღეს ეს კადრები სადაც ზეიმობს ხალხი და ამით დავიწყე დღევანდელი გადაცემა იმდენად ბევრი წყარო იყო და შოთა მინდა გადავიდეთ ამ თემაზე და მოვასწროთ ამ საკითხის განხილვაც აი რას ნიშნავს რომ კონგრესში დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი ჯერჯერობით კანონპროექტია რა თქმა უნდა და საწყის ეტაპზეა ეს ყველაფერი მაგრამ საქართველოს რომელიც ირანის ანძას ირანის ფერებში ისლამური რევოლუციის ფერებში ანძას ანათებს მე ზეიმ 47 წლის თავს ჩინეთთანაც ურთიერთობები აქვს. აი ამ საკითხის წამოწევა რატო ჭირდება შეერთებულ ეს ანძის განათება და 400 წლის თავის ზეიმი აი ის საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ჯერ უკიდურეს ამურავლობა როგორ შეიძლება საკუთარ გეომცედი გაზეიმონ. და მეორე როგორც აი სიბრიყვის ლეგენდარული სიბრიყვის მაგალითი. რო ხედავ რომ ანუ თავრობა ეძახეს ბოლოს ამ თუ რაც ქვია რა ვიცი რომ ბოლო 4 წელია რაც ომი დაიწყო რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა და ამ დროს შენ აი ყურის ძირში მიმდინარე ჯერ მიმდინარე არ იყო მაშინ მაცხადი იყო ეს რომ ხდებოდა იჭერ შენი მტრის მხარეს და თან წაგებულის მხარეს აი ეს როგორ ვინ მოიფიქრა როგორ დაგეგმეს თან იმ ფონზე როცა ეს რა ქვია თავრობის რაღაცა ქვიათ მის წარმომადგენლები იყვნენ ამერიკაში და როგორც ყველა წყარო ამბობს ამერიკაში მათთან მხოლოდ ირანზე იყო ლაპარაკი ჩამოვიდნენ და ანძა გაუნათეს ირანის დროშის სფეროებში რატო გააკეთეს ხო ეს ანუ საგანგებოდ ხსნეს სამაგერო გადაუხადა ეს თუ უბრალოდ არ დაფიქრდნენ აი მე და ბატონი ზრო ლაპარაკობდით წინაპირას ამაზე და პასუხისმგებელი ხო ვერ ვიპოვეთ ერთი პასუხი მაგრამ მაინც მაგრამ ამ რა ვიცი ონის ხო გონია რომ მას სამყარო მის რგულ ტრიალებს და ფიქრობს რომ აი პროირანული პოზიციით შეძლებს ამერიკის დაშანტაჟებას და იმიტომ რომ სხვანაირად გამოიძახეს აი ეს მაინტერესებდა ხა თქვენ ახსნათ ირანზე რატო გამოიძახეს მამუკა მდინარაძე შეერთებულ შტატებში არ ვიცი როგორც ამბობენ თავარი თემა იყო ირანი მოხდა რომ ოპერაცია ცხადე უკვე დაგმილი იყო და რომ საქართველოს რამე ისეთ მოტივებული შეცდომა არ დაუშვას როგორც ჩანს მაგაზე იყო საუბარი. აი რა შეუძლია დღევანდელ აი ოცნების ხელისუფლებას რა შეიძლება გააფუჭოს ახლა აქ ამ ტიტანების ომში? არა, უკვე გააფუჭა ის რომ ირანის მხარე დაიჭირა. და მე ხა იქ რეჟიმს არ უნდა დაეხმარო რა, თქვა სიტყვაზე რა ვიცი ფულის გამოტანაში
ან რაღაც გადამალვაში, ან რაღაცა შენ საქართველოს სუვერენიტეტი გადაიფაროს რაღაცას ირანიდან თქვა ხალხის გამოსვლას, ან ვიღაცების დამალვას, ვიღაცების გაქცევას. არ ვიცი რა დეტალებზე იყო ლაპარაკი, ხთავს თქმულს ვერ ვიტყვი, მაგრამ ორთხოვში რაღაც ისეთი იყო, რომ ამერიკამ ჩათვალა თავი ვალდებოდ, რომ ესენი გაიფრთხილებიან და გააფრთხილა და პასუხად მიიღო ეს რაღაცა იგავი მომწვდომელი სიგიჟე, თბილისის ანძის განათება და შაჰ-აბასობის აღნიშვნა. ხო, წარმოუდგენელი ამბავი იყო, თუმცა ეხა რეჟიმს ბევრი საფიქრალი გაუჩნდა და კრიზისში არის. ანუ ჩვენ ვხედავთ ეს ორი დღე და თვითონ როგორ რა ქვია, ეს ბრიტანული სანქციების მერე ეს ამბავი, რომ ეს რეჟიმის მთელი ლეგიტიმაცია რაზე დგას, რომ ერთი არა ჩვენ მშვიდობას ვიცავთ, ბატონო, თითქოს ვინმე მშვიდობას აიცავდეს და ვინმე მშვიდობის წინააღმდეგო იყოს, მაგრამ თავარი ამბავი რომ დასავლეთი არის სუსტი, დასავლეთ არაფრიშნო აღარ აქვს და თამას დასავლეთ საქართველოს აღარ აინტერესებს. რომ ცოტ ისეთ სუსტი არ არის, რომ თქვა აკლიმისია დაეცემა როგორი საპარლამენტო, არ აინტერესებს გასული აქ დასავლეთიდან. ეს სიგნალი რომ ბრიტანეთი ასანქცირებს იმას რა ქვია, თავრობის პროპაგანდისტებს უნდა გაიგეთებინათ 20 წლის წინ, როცა იმენის გენერალური დირექტორის მოადგილე იმას წამლავდა ლიტვინენკოს წამლავდა ლონდონში 2006 წელს და ამ დროს კონგრესიდან მოსული სიგნალი რომ ეგრე არ არის, ანუ ირანიდან მოდის სიგნალი რომ ჩვენ ძლიერები ვართ ძალიან, შეიძლება უფრო მეტად ვდრეოდესმე, რაც არ უნდა ბევრი ლაპარაკი ყოფილიყო ჩვენ დასუსტებაზე და ლონდონიდან და ვაშინგტონიდან არის სიგნალები რომ არ ჩათვალოთ რომ დაგვავიწყდით და გახსოვხართ თქვენ ხوار გინდათ რამე თქვა სანქციებზე და მანამდე გეტყვით რომ ირანი ითხოვს უშიშროების საბჭოს ხსოვნის გამართვას ახლა გაეროში და რა გამოუვა ეხლა რუსეთმა მოითხოვა რომ სასწრაფო წესით შეწყვიტონ ირანზე თავდასხმა და ალბათ რუსეთის იმედი აქვს რომ უბრალოდ ეხლა ერთი ხმა და ორი ხმა იქ ვერაფერს წყვეტს მით უმეტეს შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები არის იქ და ასე რომ დიდი არაფერი ეგ არის უბრალოდ განცხადებებისთვის და მეტი არაფერი. რადგან უშიშროების საბჭო ახსენებთ, უბრალოდ ვიტყვი ინფორმაციისთვის, რომ მომავალი თვიდან შეერთებული შტატები გახდება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მელანია ტრამპი იქნება პირველი სხდომის წამყვანი. ესეთი ძალიან ეგზოტიკური ამბავი არის. ცირკია, მაგრამ მომდით უშიშროების დიდი ხარია ცირკია და ბარემ ფორმული ცირკია იყოს. ხო, უშიშროების საბჭო რა ხომ ახსენეთ, ეს ამბავიც უნდა ვახსენოთ. უნდა დაგემშვიდობოთ იმის მიუხედავად, რომ კიდე მინდოდა წეღანაც ვამბობდი, რომ ბევრი ამბავი მოხდა ამ კვირაში, იქ უკრაინის თემა, ორბანზე მინდოდა საუბარი, იქ ნავთობსადენი, რომლის გამოც დაობს ეს კაცი და უკრაინას აბრალებს, რომ მის წინააღმდეგ არის განწყობილი და ჯარით შეიძლება გავაგზავნო იქ, რომ თავდასხმა არ მოხდეს და შეიძლება საგანგებო სიტუაციაც კი გამოაცხადოს. ისეთი გამწარებულია მადიარის ციფრების შემდეგ, მაგიარის ციფრების შემდეგ, რომელიც ნახა 20%-იანი სხვაობა აქვს და როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენ რეჟიმს ეს პირდაპირ უკავშირდება, მაგრამ ალბათ მომავალ კვირას ამ თემაზე შევძლებ საუბრის გაგრძელებას. მადლობა თქვენ საინტერესო განხილვისთვის. შოთა უტიაშვილი და ზურაბ ატიაშვილი პასუხობდნენ ჩვენ შეკითხვებს. მე კი არ გემშვიდობებით, რამდენიმე წუთიანი რეკლამა გვექნებოდა. რეკლამის შემდეგ ისე ვილაპარაკებთ ბრიტანულ სანქციებზე, იმ საფრთხეზე, რომელსაც ქართული ოცნება თავის ამ ნავთობის გადაზიდვით და მომეტებული მარაგების აღმოჩენით, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში ქვეყანაში და ამის რეალიზებით უქმნის ამ ქვეყანას. რამდენ შეიძლება ჩვენი პორტები სანქციების სამიზნე გახდეს. ჟურნალისტური გამოძიებები, რომელიც ხშირად ედება საფუძვლად ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის სანქციების კუთხითაც. აიფაქტის რედაქტორი ნინო ბაქრაძე იქნება ჩვენთან ერთად, მასთან ერთად გავაანალიზებთ ამ თემებს. ასე რომ დაგველოდეთ ძალიან საინტერესო ამბები გელით წინ გადაცემის მეორე ნაწილშიც.